ისრაელი აცხადებს, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის ფარგლებში ლიკვიდირებულია ირანის რევოლუციურ გუშაღთა კორპუსის კიდევ ერთი მაღალჩინოსანი. ამჯერად საუბარია ისლამური ქვეყნის საზღვაო ფლოტის მეთაურზე ალი რეზა ტანგსირზე. თელ-ავივის ცნობით, მასთან ერთად 26 მარტის გამთენიისას ზუსტი ოპერაციის შედეგად დაყუპულია კიდევ რამდენიმე მაღალი რანგის პირი. ისრაელური მხარე მიუთითებს, რომ ყველა მათგანი მსოფლიოსთვის სტრატეგიული საზღვაო მარშრუტის ჰორმუზის სრუტის ბლოკირებაზეა პასუხისმგებელი. ენერგიულად განვაგრძობთ ირანის ტერორისტული რეჟიმის სამიზნეებზე დარტყმებს. გასულ ღამეს მოვკალით რევოლუციური გვარდიის, საზღვაო ფლოტის მეთაური. ამ კაცს სისხლში ჰქონდა ხელები გასრული და ის ასევე ერთ-ერთია, ვინც მეთაურობდა ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვას. ეს კიდევ ერთი მაგალითია ჩვენსა და ჩვენს მეგობარს ამერიკას შორის თანამშრომლობის, ომის საერთო მიზნების მისაღწევად. ეს ირანის ტერორისტული რეჟიმის მოქმედი მმართველობისთვის მკაფიო გზავნილია. ისრაელის სამხედრო ძალები თითოეული თქვენგანის ქმედებას გააკონტროლებენ და ააკვეთენ. სამხედრო შენაერთებს ვულოს ამ ოპერაციის წარმატებით დასრულებას. ირანში ომის დაწყების დღიდან ისრაელმა ირანელი მაღალჩინოსნების დიდი ნაწილის ლიკვიდაციის შესახებ განაცხადა, მათ შორის არის ისლამური ქვეყნის უზენაესი ლიდერი, რეჟიმის მთავარი შემოქმედი აიათოლა ალი ხამენეი, ასევე დაზვერვის სამსახურის უფროსი ალი ლარიჯანი. თავის მხრივ ვაშინგტონი აცხადებს, რომ თეირანში ფაქტობრივად აღარავინ და აღარაფერი დარჩა გასანადგურებელი და ახლა მოწინააღმდეგისგან მხოლოდ დათმობებს ელიან.